ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციაში რამდენჯერმე და გარკვეული ცვლილებები შევიდა, ამჯერად რა გადაწყვიტა მთავრობამ, თამარ ილურიძე მოგვიყვება. გამარჯობა ბატონებო! რეპეტიცია და ფიცი. ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს ისინი მთავარ სარდალს დაუდასტურებენ. ვიბრძოლოთ ერთზე გამარჯვებისა! ჩვენი მხრიდან, სამხედროების მხრიდან იქნება იარაღის გამოფენა, საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, ყველა რეგიონში მოეწყობა მსგავსი ღონისძიება, განწყობა ამაღლებული და საზეიმოა. წვევამდელებს პრეზიდენტი და პრემიერი თავისუფლების მოედნიდან მიმართავენ. მოედანზე სცენის მონტაჟი უახლოეს საათებში დასრულდება. კიდევ ერთი სცენა მომღერლებისთვის ეწყობა სამხედრო იარაღისა და ტექნიკის გამოფენის პარალელურად რუსთაველზე სცენას ამზადებენ კონცერტისთვის. ღონისძიების მთავარი რეჟისორი ანსამბლ რუსთავის რეპეტიციას ესწრება. რუსთავი რუსთაველის თეატრში საღამოს 18 საათზე დიპლომატიური კორპუსის წინაშე წარსდგება. თითქმის ყველაფერი იქნება რისი მონაცემიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ყველა რეგიონში, დედაქალაქში იქნება სცენები აშენებული, რომელ სცენებზეც როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე მუსიკის მიმდევრები იქნებიან მონაწილეები. კიდევ ერთ სცენას ორშაბათს დილიდან საბავშვო ანსამბლები დაიკავებენ. ევროპის მოედანზე დღის ბოლოს კონცერტს სუხიშვილები დაასრულებს. რაც შეეხება ევროპის მოედნის სხვა მიმდებარე ტერიტორიებს, აქ იქნება წარმოდგენილი ასევე სამეჯლისო ცეკვები, ასევე იქნება წარმოდგენილი ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც შავქაროსნები წარმოადგენენ და შემდეგ უკვე 10 საათისთვის გადავინაცვლებთ ყველანი პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იქ არსებულ სცენას, ასე ვთქვათ, პროგრამით გააგრძელებს გუფილენდი. ორშაბათისთვის სინოპტიკოსები თბილ ამინს პროგნოზირებენ. დაპირებული ღონისძიებების კარგი ამინდისა და უბრალოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მოქალაქეები ღონისძიებაზე დასწრებას აპირებენ. სახალხო ზეიმი უნდა იყოს, 22 ეგა. ყველას გვიხარია და ამდენად 26 მაისს